ამ წუთებში საპარლამენტო უმრავლესობის ლიდერი აკეთებს განცხადებას, უпростоრად უპასუხებს ჟურნალისტების კითხვებს და პირდაპირ ეთერში ვრთავთ მამუკა მდინარაძეს. ახალზე მეკითხები. ერთის ბოდიში, როგორც ჩანს ეს ინიციატივა ძალიან რეზონანსული გახდა დაინიცირებისთანავე, დარეგისტრირებისთანავე, ამიტომ არ დაგზარდებით დეტალურად გაგცემთ ორივეს პასუხს, ოღონდ ერთმანეთს დააცადეთ ბოდიში. ესე იგი, პირველი ჯერ განვმარტოთ არსი იმ სრულელებისა, იმ ინიციატივისა უпростоრად, რომელიც ახლა დარეგისტრირდა იურიდიული კომიტეტის წევრების მიერ, ეს სრულება, ეს ინიციატივა უფრო ზუსტად ეხება ეკონომიკური, ფინანსური დანაშაულის და დანაშაულების ჩამდენ პირებს. არის გაწერილი კონკრეტული ეკონომიკური, ფინანსური დანაშაულები, რომელთა ჩადენის შემთხვევაში მარტივდება დაზარალებულისათვის ზიანის ანაზღაურების მიზნით მსჯავრდებულის და მისი ოჯახის წევრების, ასევე დაკავშირებული პირებისაგან ქონების ამოღება, მატერიალური რესურსების ამოღება. ანუ იმ შემთხვევაში თუ ადამიანი ჩაიდეს ფინანსურ დანაშაულს, ეკონომიკურ დანაშაულს და მიაყენებს კონკრეტულ მეორე ადამიანს ზიანს, ამ მეორე ადამიანის ზიანის ანაზღაურების გამარტივების მიზნით მარტივდება დამნაშავისგან და მისი ოჯახის წევრებისგან, ასევე დაკავშირებული პირებისგან ქონების თანხის ამოღება. ეს თუ ხანგრძლივ და სხვადასხვა პროცედურას მოითხოვდა, მათ შორის სამოქალაქო დავას ცალკე, რომელიც წლები გრძელდებოდა, ეს ახლა იქნება გამარტივებული. გარდა ამისა, სისხლის სამართლის კოდექსში სოციალური დაცვის ღონისძიების უზრუნველყოფის მიზნით შედის ცვლილება, რომლის მიზეზიც არის, რომლის უზრუნველსაყოფად ჩვენ შეგვიძლია ვთქვათ, რომ შევა ცვლილება ამის თანახმად პროკურორი მიმართავს სასამართლოს და სასამართლოს შეუძლია გარკვეული ვადით შეუზღუდოს პირს ქვეყნის დატოვება. და განსაზღვრული იქნება კონკრეტული ვადებიც. ეს ვადები მიბმული იქნება ორმაგ ვადაზე, განისაზღვრება ორმაგი ვადით, ვიდრე არის დანაშაულის ხანდაზმულობის ვადები. ნაკლებად ძიმეზე 6 წელი, შესაბამისად ხანდაზმულობის ვადა არის 3 წელი, ანუ 6 წლით, 12 წლით და 16 წლით აეკრძალება შესაბამისი ელექტრონული საშუალების და მოწყობილობის გამოყენებით და ამის უზრუნველყოფით აეკრძალება პირს ქვეყნის დატოვება, ვიდრე არ ანაზღაურებს დაზარალებულის ზიანს. ანუ უფრო მოკლედ რომ ვთქვათ, როდესაც ბრალდებული ჩაიდეს ეკონომიკურ და ფინანსურ დანაშაულს, გამარტივდა დაზარალებულისათვის ზიანის ანაზღაურება, რომელსაც სისხლის სამართლების უზრუნველყოფის მიზნით ეცვლება უზრუნველყოფს თავის მხრივ და მეორე, ვიდრე ზიანს არ ანაზღაურებს, ქვეყანას ვერ დატოვებს და ამისი უზრუნველყოფის საშუალება თავის მხრივ იქნება სამაჯური. აქედან გამომდინარე, ჩვენ ამით პრევენციას ვახდენთ იმ მიდგომის, როდესაც დამნაშავე ამბობს, კიდევ უფრო რომ გავამარტივოთ, რომ აი დავждები ახლა მე 2 წელი, 3 წელი, 5 წელი, 7 წელი და ამ თქვათ 1 მილიონს, რომელიც მივაყენე დაუშვათ პირობითად, რა თქმა უნდა, დაზარალებულს, შევირჩენ, ან ჩემ მეგობარზე გავაფორმებ, ან დედაჩემზე, მამაჩემზე, ბიძაშვილზე და ასე შემდეგ და ეს მაინც შემრჩება. ეს იქნება ამ ცვლილებით გამორიცხული. შემდეგ არ მინდა გამოტოვო არ ინიციატივის ინსპირაცია ხომ არ იყო გიორგი ბაჩიაშვილი და მისი ძალიან საინტერესო იყო, უკაცრავად რომ შევნიშნე, ერთი ტელევიზიის ჟურნალისტი სვავს და მეორე ტელევიზიის ჟურნალისტი ტელეპიროდის ამ შემთხვევაში არ დაგავიწყდეს ეს კითხვა ეუბნებოდა. მე შემიძლია დაგიდასტუროთ, რომ დიახ, მათ შორის ოღონდ. დიახ, მათ შორის, როდესაც ბაჩიაშვილი თუ სხვა ბრალდებულები, შეიძლება გაგიკვირდეთ ჩემი ეს დასტური, ბაჩიაშვილი იქნება სხვა ბრალდებულები, საუბრობენ და არის მოლოდინი იმასთან დაკავშირებით, ასეთი ინფორმაცია თუ გონივრული მოლოდინი, ახლა მე ვერცერთ ვერ დაგიდასტურებთ, მაგრამ არის ასეთი მოლოდინი მათი მხრიდან, რომ მე ჩავიდენ დანაშაულს და ასეთი დანაშაულის შედეგად რამდენიმე წლიანი ციხის მოხდის შემდეგ მე შემრჩება ძალიან დიდი ფული. ერთ-ერთი ინსპირატორი ამ თემისა, დიახ, შეიძლება ბაჩიაშვილიც იყოს, მაგრამ სხვა უამრავი მათ შორის, საერთოდ კანონები ასე იცვლება. როდესაც ბოდიში ასე იცვლება კანონები.
როდესაც ხედავს კანონმდებელი გამოწვევას კონკრეტულ кейსებზე დაყრდნობით, რომ ერთმა ადამიანმა შეიძლება ძალიან დიდი ზიანი მიაყენოს მეორე ადამიანს და ამის შემდეგ შეიძლება მას კონდეს მოლოდინი, რომ მე დავждები ციხეში რამდენიმე წელი და შემდეგ დაუსხდები მართლმსაჯულებას, ისე წავალ და ბედნიერად სადღაც ვიცხოვრებ, ამის საშუალება უნდა მოუსპო და ჩვენ ამის საშუალებას პოტენციური დამნაშავე ამ შემთხვევაში პოტენციური განაჩენთან მიმართებაში უდანაშაულობის პრეზუმპციიდან გამომდინარე, როდესაც ის გახდება მსჯავრდებული ან დამნაშავე საბოლოოდ იქნება აღიარებული კონკრეტულ დანაშაულში, ბაჩიაშვილი იქნება თუ სხვა მსგავსი ყველა დანაშაულის ჩამდენი პირი ვერ შეძლებს ასე მარტივად დაუწყდეს სახელმწიფოს და მართლმსაჯულებას, ვიდრე დაზარალებულ ზიანს არ ანაზღაურებს. თუმცა აქვე შემიძლია დაგიდასტუროთ, რომ არც მხოლოდ ბაჩიაშვილის სახება, ეს არის ზოგადი მიდგომა ასეთ кейსებთან დაკავშირებით, რომელი кейსებიდან გამომდინარეც კანონმდებელმა რელევანტურად ამ кейსებისა შესაბამისად ადეკვატურად უნდა იმოქმედოს, რომ ერთმა ადამიანმა იმ განზრახვით, რომ მე მოიხდის რამდენიმე წლიან ციხეს და შემდეგ თავისუფლად გადაადგილება ბედნიერად იცხოვრეს იმ მოპარული ნათაღლით არ თუ მითვისებული ფულით, ამ მოლოდინით არ იმოქმედოს წელი ცხოვრების განმავლობაში. როდიში ოპერატორებს რომ ვთხოვოთ, რომ პარალელ რეჟიმში არ იყვირონ, იქნება კარგი. უკაცრავად მაშინ იქნება უზრუნველყოფს იჩუმე იყოს. ბინების მახსოვს ერთ-ერთი кейსია, თუ სწორად ჩავთვლით საქმეს. აი, გაჩვენდა და კარგია. ბინებთან დაკავშირებით, როდესაც ადამიანმა გადაიხადა, შემდეგ არაშენის ბინების ბოდიში. რადგან ოპერატორის იზოლებული გახდა გამოხმაურებოდა, თქვენი კოლეგები, ჟურნალისტი და ოპერატორი ისეთებს ჩადიან მან დრო ისმის ცივილკივილი და ამიტომ გამოგეპასუხეთ. და თუ შეიძლება უზრუნველყავით, რომ ეს სიწყნარე იყოს ხოლმე თქვენ არაფერს ვერ შეეხებათ. ანუ ეს ეხლა დაგიბრუნე. როდესაც ის პატიმრობაში იქნები აღარ გასულს იმისგან რომ შენ ვალი თუ სხვისთვის მიყენებული ზიანი აღარ გადაიხადა. როგორც იყო მაგალითად რჩეულიშვილების კეისი თუ გახსოვთ, როდესაც ხო, ბევრი ბინების თქვენ სწორი შენიშვნა ქონდა წეღან. ნახეთ, იცით რა არის? ანუ მაგალითად ბინების საკითხი, დიახ. ანუ მშენებლობის თემაში უამრავ ეკონომიკურ დანაშაულს ჩვენ გვახსოვს, რომ ბოდიშ უხდი საზოგადოება სამ ტერმინის გამოყენებისათვის გადაყრიდნენ ხოლმე ათასობით მოქალაქეს, შემდეგ მოიხდიდნენ სასჯელს რამდენიმე წლიანს და შემდეგ ეს თანხა მითვისებული რჩებოდათ მათ. მე მგონი რომ საუკეთესო ინიციატივაა, იქიდან გამომდინარე რომ სასჯელის თან დავაზუსტოთ, არ დაგავიწყეთ რომ ნახავდით ალბათ უკვე ინიცირებულ პროექტში სასჯელის მოხდის შემდგომ იწყება ამ ვადების დათვლა. ანუ სასჯელს რომ მოიხდის, მაგალითად მიესაჯა 5 წელი ვიღაცას. მოიხადა სასჯელი, ამის შემდეგ ირთვება ის 6, 12 თუ 16 წლიანი შესაბამის დანაშაულის მიხედვით, ხარისხის მიხედვით და ხანდაზმულობის შესაბამის ვადების მიხედვით ირთვება ის ვადები, რომელი ვადის განმავლობაშიც ქვეყანასაც კი ვერ დატოვებს. მანამ სანამ ზიანს არ აანაზღაურებს. ეხლა როგორი კითხვა დგას, ეს ბაჩიაშვილი იქნება თუ სხვა ნებისმიერი ადამიანი, რომელიც დღეს ბრალდებულია, ხვალ მსჯავრდებული იქნება და მას დაუმტკიცება, რომ ეს კონკრეტული დანაშაული ჩაიდინა და ამ დანაშაულის შედეგად მიაყენა მეორე ადამიანს შესაბამისი ზიანი, ვიდრე ამ ზიანს არ აანაზღაურებს, ესე თავისუფლად უკაცრავად საქართველოში გვიყვარს ასეთი ტერმინი ვერ იპარპაშებს. ანუ თუ ვიღაცას მათ შორის კიდევ ერთხელ მიმეორებ, რადგან ორივეს კითხვა იყო, ბაჩიაშვილს თუ სხვა ნებისმიერ ადამიანს, რომელიც დღეს ბრალდებულია, ხვალ შეიძლება დამნაშავე იყოს, აქვს მოლოდინი, რომ მე ამდენი ასე ამხელა ზიანი მივაყენე მეორე ადამიანს და წავალ მე და ჩემთვის ბედნიერად ვიცხოვრებ, ესე არ არის. თქვენ რომ ვიღაცა ხმეთმა დაგიფაროთ ზიანი მოგაყენოთ და თქვენი ეს ნაწოლები ქონება, მაგალითად ის ხელფასით რაც გაქვთ დაგროვებული და სახლი თუ რაღაც რაც შეიძინეთ კრედიტით, მოგპაროთ, წაგართვათ, მიითვისოთ, ვიდრე არ დაგიბრუნებთ და ამის ამოღება შესაძლებელი იქნება დაკავშირებული პირისგან. თუ დაუმტკიცდება, რა თქმა უნდა, ეხა ისე უბრალოდ კი არა, დაუსაბუთებელი ქონება თუ ექნება ოჯახის წევრს და დაკავშირებულ პირს და იქნება მტკიცებულება იმისა, რომ ამით არის შეძენილი და ასე შემდეგ, გამარტივდება ამ ზიანის ანაზღაურება და დაზარალებულის ინტერესების დასაკმაყოფილებლად მიქცევა. ერთი თემაც კიდევ ის იყო, დიდი ბრიტანეთის საერთაშორისო განცხადებას ალბათ ნახავთ. ეს თემა თუ ამოწურეთ, კი ბატონო, გავაგრძელოთ. დიდი ბრიტანეთის განცხადების საერთაშორისო საბჭოს ნახავდით, სადაც ისინი ამბობენ, რომ გამოგვიწევს გაუქმება დაგეგმილი საგრანტო წინადადება, რომელიც მიზნად ისახავდა არჩევნების განზრახვა და კონკურენტულობის მხარდაჭერას. ამბობენ, რომ მიმართ ეს მთავრობას კონკრეტული ინფორმაციის მოპოვებით, როგორ დემოკრატია საფრთხეშია, აგენტურა ვეღარ ფინანსდება. დაახლოებით ამას გავდა ეს განცხადება, რაც სამწუხაროა ბრიტანეთის საელჩოსგან არის წესი
რომელსაც ადგენს ქვეყანა, ამ წესებს ძალიან მალე დავადგენ და თქვენ იცით რომ მიმდინარე პროცესია და როდესაც რამდენიმე დღეში წესი, კანონი უნდა ამოქმედდეს და ამის თანახმად შეგიძლია მიმართო ხვალ თუ ზეგ მთავრობას და თანხმობა მიიღო თუ კეთილშობილური მიზნები ამოძრავებს გრანტის გამცემს და რამდენიმე დღით ასწრებ და ზიანს აყენებ სახელმწიფოს ახორციელებ გარკვეულ თავდასხმას საელჩოს მხრიდან ეს არის ძალიან ცუდი რამ ყველაზე რბილად რომ ვთქვა. Ზუსტად რომ ვიცი რომ რამდენიმე დღეში შესაბამისი ნორმა იქნება რომელიც მიხედვით მიმართავ და ეხლა და შეგიძლია მიიღო თანხმობა და დღეს ამბობ რომ აი ეს საშინელება ხდება ეს არის ძალიან ცუდი რამ რაც შეუძლია ბრიტანეთის თუ სხვა ნებისმიერ საელჩოს გაკეთოს. არაფერი სადიალოგო აქ არაფერია რამდენიმე ძალიან მალე იქნება შესაბამისი ნორმა უკვე ძალაში შესული და ვიმოქმედოთ საქართველოს ტერიტორიაზე ბრიტანელი იქნება ქართველი თუ სხვა ერის წარმომადგენელი და სხვა ქვეყნის მოქალაქე იმ კანონის შესაბამისად რომლის მიხედვითაც გრანტზე იქნება მთავრობის თანხმობა საჭირო. როდესაც იციან რომ ასეთი თანხმობა იქნება იმ შემთხვევაში თუ კეთილშობილური მიზნებისთვის დაიხარჯება ეს თანხა წინასწარ რაღაცების პრევენცია ცოტა არ იყოს შემაშფოთებელია თუმცა დიდათაც არ გვაშფოთებს. ოპოზიცია ისევ იმყოფება ბრიუსელში. ნახეთ მე რომ ჩემი პირობა შევასრულო ამის წინ გითხარით თუ თქვენ ვერ შეთანხმებით კითხვებზე მე დავტოვებ ტრიბუნას. დიდი მადლობა ნახვამდის.